ქალთან ვიჩხუბეთ და ახლა ის მაიგნორებს, აღარ მწერს და არც ჩემს მინაწერზე პასუხობს. როგორ უნდა გამოუძვრე ამ სიტუაციიდან? რა არის ყველაზე ეფექტური სვლა? მსგავს ვითარებაში მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მამაკაცები ვერ ხვდებიან მაგავე პრობლემის სერიოზულობას. მათთვის ეგ რუტინაა, რომ თითქოს და არაფერი განსაკუთრებული არ არის მაგაში. ცოტა ხანი გაიბუტება ქალი და შემდეგ შევრიგდებით. ისინი ვერ ხედავენ მოვლენების განვითარების დინამიკას. მათ არ შეუძლიათ ორი ნაბიჯით წინ პროგნოზი. ჩნდება კითხვა, რა პრობლემაა მაგაში? ხან ვიჩხუბებთ, ხან შევრიგდებით. იმისთვის, რომ ამ კითხვაზე გავცეთ სრულფასოვანი პასუხი, ორი სხვადასხვა მამაკაცის ისტორიას მოგიყვებით. პირველ მამაკაცს დავარქვათ ლევანი. ლევანის ძალიან უყვარდა ერთი ქალი, ოჯახის შექმნას აპირებდა მასთან. თუმცა ამ ქალმა მას ჩვენს ჯემალისთან უღალატა. ლევანი გაუმკლავდა ამ გამოწვევას, გადაიტანა ეგ მტკივნეული მოვლენა. მაგრამ ამ ყველაფერმა მასში გარკვეული ანაბეჭდი დატოვა. წლების შემდეგ მან სხვა ქალთან დაიწყო ურთიერთობა. თავისთავად ურთიერთობის დაწყებისთანავე ჭანჭიკების მოჭერაც დაიწყო. ყველაფერს უკონტროლებდა ქალს და შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი ამეტებდა კიდევაც. მთელი 2 წლის მანძილზე ქალი თითის წვერებზე დადიოდა. მას ძალიან ეშინოდა ლევანის გაღიზიანების. ხოლო როდესაც ლევანი დომინანტურ ისტერიკებს აწყობდა, ქალი ცრემლიანი თვალებით მომენტალურად მირბოდა მასთან და ურიგდებოდა. გვერდიდან დამკვირვებლის თვალით ისე ჩანდა ვითარება, რომ ამ ქალს ლევანის გარეშე ფიზიკურად არ შეუძლია. გიჟივით შეყვარებულია ლევანიზე. მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც ლევანიმ მორიგი უაზრო კონფლიქტი გამართა, ქალი აღარ წავიდა მასთან შესარიგებლად. და ეს ბუნებრივი და პროგნოზირებადი იყო. იმიტომ რომ როდესაც ადამიანს არ ექცევი სამართლიანად, როდესაც პროფილაქტიკის მიზნით სჭირდა აუბედურებ მას, ადრე თუ გვიან მას გადატრიალების მოწყობა მოუნდება. ამ მოვლენის შემდეგ კი როგორც წესია კოლექტიური ლევანიები, რომლებიც დომინანტური სიბრიყვით არიან დაკავებული, ფხიზლდებიან. და რა თქმა უნდა უკან იხევენ. და ზუსტადაც მას ექნა ჩვენმა ლევანიმაც. ანუ რამდენიმე დღის შემდეგ პირველი ლევანი მივიდა ქალთან შესარიგებლად. აი ამის შემდეგ უკვე 100%-იანი ფსონის დადება არის შესაძლებელი იმაზე, რომ ეგ ურთიერთობა ატომებად დაიშლება. საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანი დაჩაგრულ მდგომარეობაში იმყოფება, მას არ შეუძლია სიძულვილისა და რისხვის განცდა. მას არ შეუძლია ბანალურად საკუთარი თავის დაცვა. მაგრამ როგორც კი ჟანგბადს მიიღებს, როგორც კი ოდნავ თავისუფლების გემოს შეიგრძნობს, ის გამოფხიზლდება და პრინციპულად სხვანაირ ქცევას დაიწყებს. შესაბამისად, მაგ მოვლენის შემდეგ, როდესაც ლევანიმ უკან დაიხია, უკვე გასაგები იყო, რომ ქალს ცოტა ხანში ის უბრალოდ კი არ გადაუყვარდებოდა, არამედ შეეზიზღებოდა და შეძულდებოდა. ეს არის ასეთი და გარდაუვალი მექანიზმი, რომელიც გვერდიდან დამკვირვებლის თვალით მათემატიკური სიზუსტით გათვლადია. თავიდანვე გაცნობისთანავე პროგნოზირებადია, რომ ასე განვითარდება მოვლენები. მან უბრალოდ სხვა გზა არც იყო. იმიტომ რომ ლევანიმ არასწორი დასკვნები გამოიტანა მისი წინა ცუდი გამოცდილებიდან და შესაბამისად არასწორად ჩამოყალიბდა. შედეგად როგორიც გახდა, ზუსტად მასეც ეძებდა და იპოვა კიდევაც. ქალიც ზუსტად მასევე, როგორ მამაკაცსაც ეძებდა, ისეთი იპოვა. და როდესაც ვამბობ, რომ შემთხვევით არავინ ხვდება ერთმანეთს და შემთხვევით არავინ შორდება თქო, ამას გულისხმობ. ორივეს სჭირდებოდა ეგ გაკვეთილი. მოკლედ გავაგრძელოთ. როდესაც ლევანიმ უკან დაიხია, ქალი რა თქმა უნდა შეურიგდა. მაგრამ ყოველი დღის და ყოველი კვირის შემდეგ სულ უფრო ნაგლი და პრეტენზიული ხდებოდა. და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მიატოვა ლევანი. და თავისთავად ტრადიციულად იმ სიტყვების თანხლებით, რომ მე შენ ბევრჯერ მოგეცი შანსი, შენ კი არ იცვლებიო. ანუ როგორც ხდება ხოლმე. გამოდის რომ სინამდვილეში ლევანიმ ისეთი ვითარება და ისეთი პირობები შეუქმნა ქალს, რომ მისთვის მომგებიანი იყო, რომ ცუდი გოგო გამხდარიყო. და ცუდ გოგოდ გადაიქცა კიდევაც. ახლა კი მეორე მამაკაცის ისტორიას მოგიყვებით. დავარქვათ მას გიორგი. გიორგი იყო ლევანის ანტაგონისტი ტიპაჟი. ბუნებით იყო პაციფისტი. რატომ უნდა ვიჩხუბოთ, როცა შეიძლება საუბარი და ურთიერთგაგება? თუ რაიმე გაუგებრობა დავუთმობ ქალს, არ არის პრობლემა. ანუ გიორგის გულწრფელად სჯეროდა, რომ მამაკაცის სიძლიერე არის დათმობაში. რომ თითქოს და მამაკაცი, რომელიც დათმობაზე მიდის, რომელიც გაგებით ეკიდება ყველაფერს, არის ძლიერი მენტალობის. მთელი ურთიერთობის მანძილზე ისინი ნამდვილად არ ჩხუბობდნენ. ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ საკმაო დროის მანძილზე. მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც გიორგი იგებს, რომ მას ქალმა უღალატა. შემდეგ მოდის ჩემთან კონსულტაციაზე და ლამის ცრემლიანი თვალებით მიყვება, თუ რამდენი რამქნა მისთვის, რამდენი დათმო, რამდენი აჩუქა, რამდენად კარგი ბიჭი იყო. და თავისთავად უკვირდა, რატომ მიღალატა, რატომ წავიდა მასეთ ბინძურ საქციელზე, მე მისთვის არაფერი დამიქლიაო.
თავისთავად საუბრის მიმდინარეობისას ირკვევა, რომ გიორგი ძალიან ბევრ რამეს ეკიდებოდა გაგებით. ქალი ბიჭებს რომ ემეგობრებოდა, გიორგი არ იყო წინააღმდეგი. ქალი ზღვაზე გადაღებულ შიშველ ფოტოებს რომ ტვირთავდა სოციალებში, გიორგი არ იყო წინააღმდეგი. და მთლიანობაში ეგ ქალი საკმაოდ ვულგარულად იქცეოდა, მაგრამ გიორგი არ იყო წინააღმდეგი. ის დიდად ყურადღებას არც აქცევდა მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველა მასე იქცევა, რომელი საუკუნეა ფიქრობდა. ანუ გიორგი გახდა იმ ცრუ პროპაგანდის მსხვერპლი, რომელიც ხატავს იდეალური ურთიერთობის სურათს. ზოგადად თანამედროვე სამყარო მამაკაცს უბიძგებს იმისკენ, რომ ქალი კერპად აქციოს, რომ შემდეგ მისი ერთგული მონამორჩილი გახდეს. რომ ქალს არაფერი უკრძალოს და ნებისმიერი მისი მიდრეკილება პირიქით ახალისოს. რომ ყველა მისი სურვილი აკმაყოფილოს. და რისთვის რომ ჩნდება კითხვა, მაგ კითხვაზე პასუხი არის იმისთვის, რომ ქალი არსად არ წავიდეს. კარგი კაცისგან ხომ არსად არ მიდის ქალი, ხომ ბევრჯერ ხსმენიათ ეს ფრაზა პრობლემური ქალებისგან. მე რა თქმა უნდა პირდაპირ ვუთხარი გიორგის, რომ შენივე ხელით დათმე ყველაფერი. შენივე ხელით თქვი უარი იმაზე, რომ თქვენი ურთიერთობა სუფთა და მოწესრიგებული ყოფილიყო. და იცი რატომ? იმიტომ რომ ერთის მხრივ მისი დაკარგვის გეშინოდა, მეორეს მხრივ კი შენ თვითონვე მოგწონდა, შენში გაგიჟებულნებას იწვევდა ქალის ეგ გარყვნილობები. ანუ ერთის მხრივ კარგია ქალი მასეთი გარყვნილი, რომ არის გაგიჟებულნებას იწვევს შენში. მეორეს მხრივ კი გვერდითი მოვლენებიც აქვს მაგ გარყვნილ მდგომარეობას. ქალი კი ქუჩაში პატიოსანი და მხოლოდ შენთან ბოზი ვერ იქნება. ამიტომ რაღაცის დათმობა გიწევს. ან ქალი უნდა დათმო, მაგ გაგიჟებულნებაზე უნდა თქვა უარი და უნდა დაშორდე. ან მის გვერდით მოვლენებზე უნდა დახუჭო თვალი. შენ კი მეორე აირჩიე. შენ მაგ დროს ქალზე არ ფიქრობ, არ ზრუნავ მასზე, როდესაც მას მაგ ყველაფრის კეთების უფლებას აძლევ. იმიტომ რომ ის არასწორ გზაზეა და მაგ გზაზე ფუჭდება. მაგ დროს შენ არც ოჯახზე და არც თქვენს მომავალ შვილებზე არ ფიქრობ. მხოლოდ შენს პირად კაიფზე ფიქრობ და არ გინდა რომ დისკომფორტი შეიქმნა მისი მაგ მიდრეკილებების განხილვებითა და აკრძალვებით. თან მაგ განხილვებში და აკრძალვებში იმის რისკიცაა, რომ ქალი დაგშორდეს. ამიტომ მაგ ყველაფრის შეფუთვა გერჩივნა კეთილი და გამგებიანი ბიჭის როლით. გიორგისნაირ მამაკაცებს ნორმალური ურთიერთობა არ უნდათ. ნორმალურ ქალს არასდროს ირჩევენ. აუცილებლად ტრაკწამობზეკილი ბიზნესვუმენი უნდა იყოს მაღალქუსლებზე. შემდეგ კი უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ეგ ქალი მისგან არსად წავიდეს. შედეგად ყველა პოზიციას თმობს და გასაგებია, რომ ქალი მის მიმართ არანაირ უნებას არ განიცდის და მაგ ყველაფერს გარეთ ეძებს. გასაგებია, რომ მისგან ქალი მაინც მიდის. შემდეგ კი გიორგი კარგავს ცხოვრების აზრს. იმიტომ რომ მან ეგ ტრაკწამობზეკილი ბიზნესვუმენი აქცია თავის ცხოვრების აზრად. ეს არის უბრალოდ სიგიჟე. და ესეც მათემატიკური სიზუსტით არის ძალიან მარტივად პროგნოზირებადი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურად ყველა კონფლიქტმა და გაუგებრობამ შეიძლება დაასამაროს თქვენი ურთიერთობა. და თუ მამაკაცი მენტალურად არ არის ამისთვის მზად, მას მაქსიმუმი რაც შეუძლია არის დომინანტური ისტერიკების მოწყობა. მამაკაცს აუცილებლად უნდა გააჩნდეს სწორი იდეა, სწორი პრინციპები და სწორი შეხედულებები. და ყოველი დღე რომელიც გაუთენდება, ის უნდა მიისწრაფებოდეს იმისკენ, რომ პირველ რიგში თვითონ შეესაბამებოდეს მაგ იდეას, პრინციპებს და შეხედულებებს. ის ყოველ დღე უნდა იყოს მზად შინაგანი სულიერი ბრძოლისთვის. და ყოველ დღე უნდა ეცადოს, რომ მოიგოს ეგ ბრძოლა. და მხოლოდ ასე გადაიქცევა ის მენტალურად ძლიერ, მებრძოლ მამაკაცად. და თუ ის არ იბრძვის, მაშინ ის უბრალოდ ფუჭი კაცია. მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს ინტელექტი, 140 IQ, ფული, მაგარი მანქანა, ბრენდული ტანსაცმელი, პრესტიჟული სამსახური. მაგრამ თუ სულიერად და მენტალურად არ არის ძლიერი, ის მაინც ფუჭი კაცია. ის არ არის თავის პატრონი. მის ზარღვებში მჩქეფარე ჰორმონალური კოქტეილი აძლევს მას ბრძანებას, თუ როგორ უნდა იცხოვროს მან, რა უნდა აკეთოს და როგორი ქალი უნდა აირჩიოს. გიორგის და ლევანის ისტორია კი არის ამ ყველაფრის დასტური. მე მგონი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არანაირ ფასს არ წარმოადგენს. თუ რა თქმა უნდა რაღაც უზენაეს იდეას არ ემსახურება. მაგრამ ამის მიუხედავად უმეტესობა თქვენგანს მაინც გავიწყდებათ, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არ არის სიამოვნების მიღების ერთ-ერთი რიგითი წყარო. იმიტომ რომ ყველა ცდილობს მაგ აზრის დამკვიდრებას, რომ ურთიერთობით პირველ რიგში უნდა ისიამოვნო. ახლა კი ყურები ფართოდ გაშალე და ეცადე, რომ კარგად გაიაზრო, რასაც ვიტყვი. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არის ინსტრუმენტი. ინსტრუმენტი იმისთვის, რომ იმაზე ოდნავ მაინც უკეთესი გახდე, ვიდრე მანამდე იყავი. და სანამ უკეთესი არ გახდები, მანამდე კიდევ ბევრი და სულ უფრო უარესი განსაცდელი მოგიკაკუნებს, რომ ჭკუა გასწავლოს. ლევანის და გიორგის ისტორიაც არის ამის ნათელი მაგალითი. თუ შენ ქალს უსამართლოდ ექცევი, ან თუ შენ ისეთ პირობებს უქმნი, რომ ქალი ირყნება. ან თუ თვალს ხუჭავ მაგ ყველაფერზე, ან მით უმეტეს თუ ახალისებ მაგ ყველაფერს.
ან კიდევ უფრო მით უმეტეს თუ შენ თვითონვე გაგიჟდი და გადაირიევნებისგან. თქვენი ურთიერთობა აუცილებლად ატომებად დაიშლება. ეს არის ამ სამყაროს კანონზომიერება. ეს არის გარკვეული მეტაფიზიკური, სულიერი კანონები. ამას ვერავინ ვერსად გაექცა. და დამიჯერე, არც შენ ხარ გამონაკლისი. თუ დააყენებ ქალს პირველ ადგილზე, უფრო სწორად ქალს კი არა, იმ შეგრძნებებს, რასაც გრძნობ მის მიმართ, მაშინ მზად იყავი. მზად იყავი იმისთვის, რომ შენ მას აუცილებლად დაკარგავ. და დაკარგავ ყველაზე არასასურველ მომენტში და ყველაზე მტკივნეული გზით. როდესაც აი ასე გვერდიდან ვაკვირდები სოციალებს რას ვხედავ. რას და იმას, რომ მამაკაცები პატიოსანი ბოზებისკენ მიისწრაფებიან. აი ლეგენდები რომ დადის მასეთ ქალებზე, რომლებიც ხალხში პატიოსნები არიან, ხოლო საწოლში კი გარყვნილი ბოზები. ოღონდ მხოლოდ ქმრის ბოზები. ხო და როდესაც ნახავენ ქალს, რომელიც თან ტრაკის ფოტოს დებს და თან პატიოსნებაზე აზიარებს რაღაც ბრძნულ პოსტებს. შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდ თაიგულს აჩუქებს მაგ პატიოსან ბოზს და ვინ უფრო გააღმერთებს. იცით რატომ არ ეწინააღმდეგება მამაკაცი ქალს, როდესაც ის თავის თავს სოციალების აუქციონზე დებს? ანუ როდესაც გამომწვევ სექსუალური ქვეტექსტის ფოტოებს ტვირთავს სოციალებში. იმიტომ რომ სხვებს შეშურდეთ. მას მოსწონს, როდესაც სხვები მის რჩეულს თვალებით ჭამენ. სხვებს უნდათ ეს ქალი, მაგრამ ის ჩემია. მე შემიძლია ამ ქალს რომ შევეხო, შენ კი არა. ხო და იჯექი მასე და დაკავდი ხელჩართული ბრძოლით, შერულზერო. აი ასეთი სულელური და რაც მთავარია სამწუხარო აზრები ამოძრავებთ მათ. და შემდეგ უკვე მაგ ყველაფრის შედეგიც მასეთივე სულელური და სამწუხაროა. არის კიდევ მამაკაცთა სხვა კატეგორიაც, რომლებსაც აწუხებთ, როდესაც ქალი არასწორად, მიუღებლად იქცევა. რომელიც ეჩვიანობს და მიზეზიც აქვს. რომელსაც აწუხებს, როდესაც ქალი უხამსად იქცევა. მაგრამ მოიხედება და რას ხედავს. თუ ისევა ინტერნეტში, თუ მოусმენს ავტორიტეტის მქონე ბრჭყალებში ფსიქოლოგებს, რას იგებს. რას და გაგებით მოეკიდეო. რომ მთავარია არი კონფლიქტოთ. მთავარია გაგებით მოეკიდოთ ერთმანეთს. მე ცოტა არ იყოს ვერ ხვდები რანაირად არ უნდა ვიკონფლიქტოთ და რისთვის უნდა ავიტანო ეგ ყველაფერი. მოდით აი უცებ გამოვიგონოთ ასეთი სიტუაცია, რომ ქალს მოუნდა ვთქვათ ღამის კლუბში წასვლა. აი აქ რას უნდა მოვეკიდო გაგებით. რანაირად უნდა ვენდო მე მას. მე ვერ ვენდობი ისეთ ადამიანს, რომელსაც მასეთი მიდრეკილებები აქვს. იმიტომ რომ მე ვხვდები რაც იწვევს მსგავს სურვილებს. და სულ რომ მაგ დღესვე არაფერი მოხდეს, მე ვხვდები მასეთი დოფამინის ძიების სურვილი, მასეთი ემოციური კონტრასტი რა შედეგამდეც მივა მომავალში. თავისთავად ძალიან არასასურველ შედეგამდე მივა. იმიტომ რომ მე ვხვდები რომ ეგ და მსგავსი ყველაფერი ეწინააღმდეგება ოჯახური ურთიერთობის იდეას. მე ვხვდები რომ თუ ქალს დღეს და ახლა ეგ ყველაფერი უნდა 2 წლის შემდეგ, როდესაც უკვე ის ცოლი და დედა გახდება, მას ეგ მდგომარეობა უბრალოდ მოსწვინდება. ის ცუდად იგრძნობს თავს, მისთვის სტრესული და გამაღიზიანებელი იქნება ის რუტინული პირობები, რასაც მოითხოვს ოჯახი და მისი კეთილდღეობა. შემდეგ ის დაიწყებს ნეგატივის დაგროვებას, მიზეზების ძიებას, რომ გააუფასუროს ოჯახი, რომ გააუფასუროს მამაკაცი. რაც თავისთავად გამოიწვევს კონფლიქტებს. შემდეგ კი უბრალოდ წავა მაგ ურთიერთობიდან. და ზემოდან იმასაც დააყოლებს, რომ კარგი კაცისგან ქალი არ მიდისო. ანუ მე რამდენიმე წლის შემდეგ რა იქნება იმაზე ვფიქრობ, იმას ვპროგნოზირებ. ხო და რა სისულელეებს მე საუბრებით, რანაირად უნდა მოვეკიდო გაგებით და რატომ უნდა მაწყობდეს მე ყველაფერი. ანუ რაღაც მოვლენა როცა ხდება, მე ვცდილობ მაგ მოვლენის იმ კუთხიდან შეფასებას, რომ ეგ ჩვენთვის კარგია თუ ცუდი. ეგ მოვლენა ჩვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს თუ გააუარესებს. ხო და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტოტალურ იგნორზე, ან დისტანცირებაზე, ეგ ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ჩვენ იმიტომ ვიყენებთ, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ გვაქვს. და ვიყენებთ მაშინ, როდესაც ქალი აკეთებს იმას, რაც მის პიროვნულ დეგრადაციას იწვევს. როდესაც აკეთებს იმას, რაც ჩვენს ურთიერთობას აზიანებს. როდესაც ის მიუღებლად იქცევა, როდესაც ის ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მის გარყვნას და გაფუჭებას გამოიწვევს. და მამაკაცი უბრალოდ ვალდებულია, რომ დროულად და სამართლიანად გამოიყენოს ეგ ინსტრუმენტები. იმის მიუხედავად უნდა მას მაგის კეთება თუ არა. ეგ შეგვიძლია ბავშვის დასჯას შევადაროთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ სიამოვნებს საკუთარი შვილის დასჯა. მაგრამ ეგ აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ის სწორად აღიზარდოს. და როდესაც ჩვენ თუნდაც ტოტალურ იგნორში ვაგდებდეთ ქალს, ან თუნდაც სრულფასოვან დისტანცირებას ვიწყებდეთ, ჩვენ ამას იმ მოტივით და იმ იმედით ვაკეთებთ, რომ ის მომავალში ოდნავ მაინც უკეთესი გახდება. ახლა კი დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რითაც ეს ვიდეო ლექცია დავიწყეთ. თუ ქალთან იჩხუბეთ და თუ ქალი გაიგნორებს, როგორ უნდა გამოძვრე მაგ სიტუაციიდან. ზოგადად კონფლიქტის დროს შენ არ გაქვს იმის დრო, რომ დაფიქრდე, ამიტომ მომენტალურად რეაგირებ. ხოლო იმისთვის, რომ შენი მომენტალური რეაქციები სწორი იყოს, სწორი შინაგანი წყობა უნდა გქონდეს.
ანუ სწორად ჩამოყალიბებული სულიერი წყობა და მენტალური სიძლიერე არის საჭირო, რასაც თავისთავად დრო და ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. მე მაგას სატრენაჟერო დარბაზში კუნთების ვარჯიშს ვადარებ ხოლმე. იმისთვის რომ გაზარდო კუნთები, უნდა ივარჯიშო და კვება უნდა დაიცვა, ანუ საკმაოდ შრომატევადი პროცესია. შემდეგ კი მაგ კუნთების შენარჩუნებასაც შრომა სჭირდება, ენერგიის დახარჯვა სჭირდება. ხოლო იმისთვის რომ დაკარგო ეგ ყველაფერი, არაფერი შრომა არ სჭირდება. უბრალოდ მიუშვი და ეგ არის. უნდა გახსოვდეს, რომ ყოველდღე, ყოველ წამს შენ რაღაც გადაწყვეტილებას იღებ. და არც ერთი შენი გადაწყვეტილება არ ჩაივლის ნეიტრალურად. ყოველი შენი გადაწყვეტილება, ან უკეთეს გაგხდის, ან უარეს. ხოლო თუ შენ მიწერე ქალს და ის მაინც გაიგნორებს, შენ უკვე რისი გაკეთებაც შეგეძლო გააკეთე. დასაკარგი არაფერი გაქვს. თუ მოვა, თუ არა და კარგად იყოს. შენ კი იმუშავე იმაზე, რომ გახდე ისეთი მამაკაცი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ მასთან ურთიერთობა ნამდვილად ღირებულია. როდესაც შენ დარწმუნებული ხარ, რომ შენთან ურთიერთობა ღირებულია, შენ აღარ გაგიჩნდება ის კითხვები, ნეტა მიპასუხებს თუ არა ქალი. იმიტომ რომ ის კარგავს ღირებულს და არა შენ. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.